ჩვენი დღევანდელი თემა ეხება ფილტვის კიბოს სიხშირეს. როგორც ვიცით, ეს არის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ფილტვის კიბო. რომ გითხრათ, რამდენად მასშტაბური იყო თქვენი კვლევა და რა შედეგები აჩვენა? საკმაოდ მასშტაბური კვლევა არის, 300 პაციენტამდე არის გამოკვლეული. გამოკვლევა გულისხმობდა იმას, რომ პირველად მაგალითად საქართველოს ქართულ პოპულაციაში შევისწავლეთ მოლეკულური პროფილი როგორი არის ქართულ პაციენტების, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მონაცემები როგორი არის ვთქვათ აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში თუ სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ არ ვიცოდით როგორი იყო ლოკალურად, ხო? ანუ ფილტვის კიბო ეს არ არის ერთი დაავადება, ეს არის ერთი დაავადების ქვეშ ძალიან ბევრი სხვადასხვა ბიოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად ბევრი რამ გავაკეთეთ. პირველად მაგალითად როგორი იყო ვთქვათ ეპიდემიოლოგიის დისფაქტორის და ასე ვთქვათ ბევრი სხვადასხვა მოლეკულური სიმსივნის მოლეკულური ანალიზი. შემდგომ რაც შეეხება როგორ ხდებოდა დიაგნოსტირება, რატომ იყო ესეთი გვიანი გამოვლინება, სად იყო პრობლემები და მთლიანად აი ამ 300 პაციენტში შევისწავლეთ მათი კლინიკური და პათომორფოლოგიური მახასიათებლები. ბატონო ივანე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ ფილტვის კიბო არ არის ყველაზე ხშირი სიმსივნე, ხო? მამაკაცებში ეს არის სიმსივნე პროსტატას, ხოლო ქალებში არის სუძოს კიბო. მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი არის სიკვდილიანობა და განკურნება არის ძალიან რთული. რა არის ამის მიზეზები და რა ნახეთ საქართველოში ამის გამომწვევ მთავარ ფაქტორად? სხვადასხვა ძალიან საინტერესო შეკითხვა, უბრალოდ ცოტა სხვანაირად უპასუხებ ამ შეკითხვას და რატო? ზოგადად რადგანაც პირველი გადაცემაც არის და სამედიცინო გადაცემებში ძალიან ხშირად ხატავენ ხოლმე ძალიან ვარდისფერი ფერებით სიმსივნეს, მაგრამ რეალურად აუთისებიანი სიმსივნეები ერთი სიტყვა ქვია თორე ძალიან ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადება არის. მაგალითისათვის, რომ ვთქვათ, ცუძუს კიბო, მისი გადარჩენადობა 5 წლიანი თითქმის 90%-ზე ზემოთ არის და ფილტვის კიბო, რომლის გადარჩენადობა 5 წლიანი არის ძალიან დაბალი 10% და ქვემოთ. მივხვდით ხო? ანუ თუ ერთმანეთს შევადარებთ, ერთი სახელი ქვია, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული არის. შესაბამისად, ამ შეკითხვაზე პასუხი არის, რომ ფილტვის კიბო თავისი ბიოლოგიით არის ძალიან აგრესიული სიმსივნე და ის არის ნომერ პირველი კილერი, ყველაზე სიკვდილის მაჩვენებლით პირველი დედამიწაზე და მათ შორის საქართველოში. ბატონო ივანე, თქვენს კვლევაში როგორც ახსენეთ, ძალიან გვიან გინდებოდა სიმსივნე, უკვე მეოთხე სტადიაზე უმეტეს პაციენტში, ამიტომ აუცილებელია დამკვიდრდეს სკრინინგის ეფექტური მეთოდი, ხო? როგორ ფიქრობთ, თუ საქართველოში დადგება ეს კითხვა, რომ როგორ მოვახდინოთ ფილტვის კიბოს სკრინინგი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეფექტური პროექტი შემოშადოს ამის გარშემო და რამდენად შეამცირებს ეს გვიანი დიაგნოსტიკის რიცხვებს და ასევე ჯანდაცვის სფეროზე, ასე ვთქვათ, ფინანსურ ტვირთსაც გამოწვეული ამ დაავადებით. კი, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. 2020 წელს გამოვაქვეყნეთ პირველად Journal of Thoracic Oncology ერთ-ერთი კი არა ყველაზე პრესტიჟული ჟურნალი არის ფილტვის კიბოს კვლევაში 2020 წელს გამოვაქვეყნეთ Lung Cancer in Georgia, სადაც აღწერეთ ძალიან დეტალურად რამდენად მნიშვნელოვანი არის სწორედ აი თქვენს მიერ დასმული შეკითხვა. ეს არის ჩვენაირი ქვეყნებისთვის საქართველო ეხლა არის საშუალო შემოსავლის ქვეყანა, ხო? დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები ერთად არის გაერთიანებული და ჩვენაირი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა არის ამ ფილტვის კიბოს მკურნალობა და უმნიშვნელოვანესი არის ადრეული გამოვლენა. რატო? ერთი, ეს არის რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე მთავარი და უმთავრესი. მეორე, ეს არის რომ ძალიან დიდი პროცენტი, როგორც აღნიშნე, გინდება უკვე შორეული სტადიით და შესაბამისად მათი მკურნალობა სულ სხვანაირად მიმდინარეობს და მიზანიც სულ სხვა არის. და შესაბამისად აი ამას ავიცილებთ თავიდან, ანუ რადიკალური მკურნალობის ბევრი პაციენტი იქნება უფრო ვისი გადარჩენა შეგვიძლია და ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, რემისიის მიღება და მესამე ეს არის უდიდესი დანაზოგი ბიუჯეტისთვის. მედსკრიპტუმის გუნდის კიდევ ერთ წევრთან არსენ სებისკვერაძესთან ერთად ვაგრძელებთ. არსენი თავის რუბრიკაში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ მოგიყვებათ. როგორც ხვდები, ერთ-ერთი მათგანი ფილტვის კიბოს უკავშირდება. მოგესალმებით, ლევან ნინი. ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან კომბინაციაში შესაძლებელს ხდის, რომ მედიკოსებმა ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ ფილტვის კიბო. და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა ამ ამბავში, ეს შესაძლებელია პაციენტის მიერ ამოსუნთქული ჰაერის ანალიზის მეშვეობით.
თავად ტექნოლოგია წარმოადგენს ელექტროქიმიურ ბიოსენსორს, რომელიც 8 აქროლად ნაერთს აიდენტიფიცირებს და ეს ნაერთები არის ფილტვისა და საყლაპავის კიბოს პოტენციური ბიომარკერები. შემდგომ მოწყობილობაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლების მოდელი აანალიზებს ამ მონაცემებს და ფილტვისა და საყლაპავის კიბოს ინდიკატორებს ადარებს და შესაბამისად ამ გზით ახდენს ეს მოწყობილობა, რომ განსაზღვროს აქვს თუ არა პაციენტს სიმსივნე. იცი რა მეინტერესებს, რამდენად ზუსტად სტატისტიკა ალბათ არსებობს და რამდენად ზუსტია და რამდენად ზუსტად ახერხებს დიაგნოსტიკას? კვლევის მიხედვით 90%-ში ზუსტად შეძლო ამ მოწყობილობამ განესაზღვრა ჰქონდა თუ არა პაციენტს ფილტვის, საყლაპავის თუ სხვა ტიპის კიბო. ასე რომ ვკითხა, რა იყო მიზანი კვლევარების ამ ტექნოლოგიით? შეიძლება თუ არა გახდეს ეს ერთგვარი ოქროს სტანდარტი ფილტვის კიბოს ამოცნობაში. მეცნიერების მიზანი სწორედაც ეს იყო, რომ შეექმნათ ფილტვის კიბოს სკრინინგის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოავლენდა პაციენტებში სიმსივნეს. როგორც ვიცი, შენი შემდეგი სიახლე არის ინტუბაციაზე და ინოვაციურ მეთოდზე ინტუბაციაში. მოგეხსენებათ, სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა გადაუდებელ მედიცინაში არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული რამ. თუმცა გამოცდილი მედიკოსებიც ვერ ახერხებენ, რომ წარმატებით ჩაატარონ ენდოტრაქეალური ინტუბაციის პროცედურა. მთელი რიგი გამოწვევების გამო, მაგალითად ის, რომ შეიძლება თავად პაციენტის მდგომარეობა იყოს მძიმე, ასევე არასასურველ გარემოში ტარდებოდეს ეს პროცედურა, მაგრამ საბედნიეროდ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს არაელექტრონული რბილი რობოტული ინტუბაციის სისტემა, რომელიც ამ პროცესს ამარტივებს იმით, რომ თავად ინტუბაციის მილი არის განიცდის კონტროლირებად გაფართოებას, როდესაც ეს ინტუბაციის პროცედურა ტარდება და ერგება პაციენტის სასუნთქი გზების სისტემას და ეხამება ძალიან ზუსტად და პროცედურა ერთი სიტყვით ძალიან მარტივდება ამ გზით. ასე ძალიან საინტერესო სიახლეა, რომელიც დარწმუნებული ვარ დაინტერესებს ბევრ ანესთეზიოლოგს. შემდეგ კვირაშიც გელოდებით საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით. ავსტრალია 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებთან და 10 პოპულარულ პლატფორმასთან წვდომას უზღუდავს. ქვეყნის მთავრობა მოითხოვს, რომ 10 დეკემბრიდან სოციალურ ქსელებმა გონივრულ ზომებს მიმართონ და 16 წლამდე მოზარდებს საკუთარ პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდონ. უკვე არსებული ანგარიშები კი უნდა გაუქმდეს ან წაიშალოს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე სპეციალისტები. ჩვენი სტუმარია 17 წლიანი გამოცდილების ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი მარიამ ხვადაგიანი. მოგესალმებით და გისმენთ მარიამ, ეთანხმებით თუ არა ამ შეზღუდვას? ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან რთულია, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან ზიანდებიან და ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, რომ ძალიან მაღალი შფოთვა, ყურადღების კონცენტრაციის სირთულები, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ მოზარდებს, თუმცა აი მას შემდეგ რაც ავსტრალიამ დაანონსა, ასე ვთქვათ, ორმა მოზარდმა შეიტანა საჩივარი სასამართლოში, რომ მათი სიტყვის თავისუფლება იზღუდება, იმიტომ რომ ეს პლატფორმები ასევე არის, ასე ვთქვათ, სწორედ ამისთვის. როგორც ვიცი, გვირჩევენ სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომ 13 წლამდე ბავშვებს არ უნდა ქონდეთ ტელეფონი, პლანშეტი, სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის ტელევიზორიც კი ოთახში. და თქვენ რამდენად მიგაშნიათ ესე მკაცრად მიდგომა სწორი? 13 წლამდე აკრძალვა ფაქტიურად ბოლო 1-2 წელია დაიწყეს, სწორედ იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ 13 წლამდე ბავშვის ამ მხრივ მართვა უფრო მარტივია. და თუ ბავშვს არ ექნება, ეს არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ წვდომა არ უნდა ქონდეს. უბრალოდ მშობელმა თავის ტელეფონი უნდა ათხოვოს, ტელევიზორი უნდა იყოს საერთო სივრცეში, იმიტომ რომ თუ ეს ასე არ არის, ძალიან გაუჭირდათ 13 წლის შემდეგ ფაქტიურად უკვე ისეთი მიჯაჭვულობა არის, რომ აი დამოკიდებული ადამიანთან როგორც უწევთ რეაბილიტაცია ისე უწევთ ამ ბავშვებთან და ამიტომ შემოიღეს, რომ 13 წლამდე მაქსიმალურად აკონტროლონ. 13 წლიდან უკვე ბავშვი დიდია, თუმცა საუბარი არის იმაზე, რომ 13-დან 16 წლამდე მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ძალიან კარგი მაგალითი არის ხოლმე, როდესაც მშობელი ამბობს, რომ ნუ აი არ გამომდის, ვერ ვაკეთებ, მაგრამ თუ მშობელს ეტყვით, რომ იცი რა, თქვენ შვილს აქვს დიაბეტი და შოკოლადი არ შეიძლება, შოკოლადი არ შეიძლება და მშობელი არ აჭმევს. იმდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ბავშვს ხედავთ, რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა ეწყება, აი მართლა ესე უნდა შევხედოთ, რომ ეს არის თავის ტვინის რაღაცა დაავადების მაპროვოცირებელი და ამიტომ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ არ გამოვაყენებინოთ ჭარბი დოზით ციფრული ტექნოლოგიები. მარიამ, ფაქტია, რომ პლანშეტების გამოყენება და ზოგადად ეკრანთან ხანგრძლივი ყოფნა ბავშვი აყალიბებს მიჯაჭვულობას ამ მოწყობილობების მიმართ. რატომ ყალიბდება ეს მიჯაჭვულობა და როგორ შეგვიძლია ეს ავირიდოთ თავიდან? ასევე კითხვას დაგისვამთ იმ თემაზე, რომელიც ბევრს
ასე ვთქვათ, სჯერა დღემდე, რომ გამოყენება ამ ტექნოლოგიებს იწვევს ან აყალიბებს აუტიზმის სპექტრის სინდრომს. მოდით ბოლო კითხვიდან დავიწყებ. გამოყენება არ იწვევს აუტიზმს რა იწვევს რეალურად ერთი კონკრეტული პასუხი დღემდე არავინ არ იცის, თუმცა ჭარბი დოზით გამოყენება იგივე სიმპტომებს, ანუ მსგავს სიმპტომებს იწვევს, იმიტომ რომ მე 5 საათს ვატარებ ციფრულ ტექნოლოგიებთან, ეს ნიშნავს, რომ ეს 5 საათი მაკლდება განვითარების, კომუნიკაციის, თამაშის, სამყაროს შემეცნების, ხო? შესაბამისად, მე მექნება იგივე ტიპის პრობლემები, რაც აქვთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, თუმცა განსხვავება არის ის, რომ როდესაც მოვხსნით ბავშვად ტელევიზორს ან პლანშეტს და მშობელი უზღუდავს, ბევრად სწრაფად მოდის ბავშვი განვითარებისკენ და ბევრად სწრაფად ვითარდება ის უნარები, რომლის დანაკლისიც ჰქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ აუტიზმს ეს არ იწვევს, მაგრამ ამწვავებს მდგომარეობას. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რატომ ეჯაჭვებიან? ცოტა ისე რომ უხეშად გამოვა შეიძლება, მაგრამ მიჯაჭვულობაში ჩართული არის დოფამინი. იქნება ალკოჰოლზე მიჯაჭვულობა, წამალზე მიჯაჭვულობა, თამაშზე თუ დღეს უკვე ვსაუბრობთ გაჯეტებზე, მექანიზმი არის ერთი და იგივე და ეს მინდა რომ რაღაცნაირად ყველამ გავიაზროთ. მექანიზმი არის რა? განმტკიცება და სასიამოვნო შედეგი.